ახლა ჩვენ მაია კოპალეიშვილი შემოგვერთა კოალიციას ცვლილების წარმომადგენელი მოგესალმებით ქართულ მაია მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეხლა ზოგადად ბოლო დღეებში სასამართლო განაჩენები უნდა ყოფილიყო და რამდენიმე მათგანი გადაიდო. მათ შორის ახლა ვერ ვიტყვით რომ რაღაცა შინაგანმა ხმამ შეაწუხა ეს ხალხი ატონი ჯვებე და სხვები იგივე ხალხმა დაუწერა ორი დღით ადრე სოციალურად სახლიდან გამოყრილებს დაუწერეს 2000 ლარიანი ჯარიმები ან რაღაც სინდისთან არ გვაქვს საქმე. რაღაც სხვა ხდება აშკარად. მე ყოველ შემთხვევაში ასე შთაბეჭდებას მიტოვებს, ხო? გადადეს განაჩენის გამოცხადება, მტკიცებულები უნდა კარგად გამოვიკვლევათ თუ რაღაც კარგად უნდა დავფიქსდეო ყოველ შემთხვევაში ასე თქვეს. თქვენ რა შთაბეჭდებას გიტოვებთ ეს პროცესები ბოლო დროს რაც ხდება სასამართლოში? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. სასამართლოში არსებული პროცესები ბუნებრივია, ვერ ვიტყვით რომ სამართლიანობამ იფეთქა და მოსამართლეები ახლა და სასამართლო ხელისუფლება და თქვათ ქართული ოცნების პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სამართლიანობის გზაზე დადგა და ეს უნდა აღსრულდეს. არა, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად მოქმედებს საერთაშორისო წნეხიც, მოქმედებს ეს სანქციებიც, მოქმედებს ის რომ როგორც ჩანს რეჟიმი ცდილობს რომ აი ასეთი რაღაცა ცალკეული დათმობებით გაიხანგრძლივოს თავისი ყოფნა ხელისუფლებაში და გარდა ამისა უნდა რომ შესაძლოა უნდა რომ საჩვენებელი პროცედურული რაღაცა პროცესები აჩვენოს. აი მაგალითად რაც იყო საბას ხვიტარიძესთან მიმართებით, ხო, რაღაცა საჩვენებელი იყო რომ შეცვალეს. ამ დროს ამდენი ხანი სრულიად უსაფუძვლოდ ხდებოდა იმ კონკრეტული მუხლით წარმოება, ეხლა სხვა მუხლზე გადააკვალიფიცირეს, თუმცა არც იმ მუხლის შემადგენლობა არ აქვს და შემადგენლობის შესაბამისი მტკიცებულებები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ იმისათვის რომ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი და ზოგადად განაჩენი, ეს უნდა იყოს გონივრულ ეჭვმიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აი ამ საქმეებში, აი ამ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების საქმეებში, რა თქმა უნდა, ასე არ არის, იმიტომ რომ არც ერთის დანაშაულებრივი შემადგენლობა, რომელსაც ედავება პროკურატურა, მათ მიმართ მტკიცებულებებით არ დასტურდება და ვერ დადასტურდება, იმიტომ რომ ასეც ადგილი არ ქონია. ამიტომ სასამართლო და მოსამართლეები შესაძლოა განაჩენის დაწერის მომენტში მიხვდნენ, რომ ისინი გაიჭედნენ ამ მტკიცებულებებში, რაც წესით მათ არ ამართლებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანამდეც უნდა მიმხვდარიყვნენ ამას, იმიტომ რომ მთელი ამდენი ხნის მანძილზე სრულიად ფიქტიურად ატარებდნენ ამ პროცესებს. ამდენად სასამართლო ყოველ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეულწილად დროს იგებს და პოლიტიკურ ხელისუფლებას აძლევს დროს. არა იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლება ეხლა გამოსწორების გზაზე დადგა, არ მაქვს მე ამის მოლოდინი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც აქამდე ჩვენ ვუყურეთ და რა შედეგებით დადგა და როგორაც სოციალური თანაგრძნობის არ მქონია სასამართლო. აქ არის როგორც ჩანს მოლოდინი იმაზე, რომ პოლიტიკური ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლება ხوار დათმობს რაღაცებს სასამართლოსთან მიმართებით, რომ მოსამართლეებს აი ასეთი ფორმით არ მოუწიოთ განაჩენების გამოტანა, რომელიც მიმართული იქნება აშკარად ადამიანობის წინააღმდეგ, არა მხოლოდ სამართლიანობის და მართლმსაჯულების წინააღმდეგ, ადამიანობის წინააღმდეგაც, იმიტომ რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები უნდა აღმოჩნდნენ წლების განმავლობაში გისოსებს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დაუშვებთ, არ შევეგუებით აი ასეთი სანიმუშო დასჯებს, როგორც აღნიშნა კობახიძემ, რომ თურმე სანიმუშოდ დაუჯია, ხო, აი ასეთი ამოატრიალებს სამართლის ამოცანა საერთოდ. დიახ, აი ამას ამბობს კობახიძე, ეს თან არ უქმნის სასამართლო ხელისუფლებას რაღაცა აი იმის განცდას, რომ პოლიტიკური ხელისუფალი მასზე როგორც უნდა ისე ლაპარაკობს და მათ დაკვეთებს, ასრულებს და ფაქტობრივად მთელი საზოგადოება ამას ხედავს. აქ არის მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რამე დათმოს. თორე სასამართლოს ეს არ უნდა ჭირდებოდეს. სასამართლოს აქამდეც უნდა გაენთავისუფლებინა ეს ხალხი და მიუსაჯა კიდევ. ჩვენ ვიცით, რომ მიუსაჯა, ხო, 4 წელი და 7 თვე მისცა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ასევე. ამდენად აქ არ ვამბობთ, რომ სასამართლო გამოსწორდა და რაღაცა აქ სამართლიანობა მიფეთქა. როგორც ჩანს
ამას შესაძლოა ახობაძის საქმე იყო მათთვის ყველაზე ასე ვთქვათ ინდიკატორი, იმიტომ რომ ახობაძეს ჩვენ ვიცით რომ ჩაუდეს ნარკოტიკი ისევე როგორც სპეციფიკური საქმეებია თან ნახეთ აი თუნდაც ძალადობის ჯგუფური აი ეს რაც არის რაც შეეხება აქციების ნაწილს იქ კიდე პოლიტიკური გამოსავალი მომავალში შეიძლება თვითონ დაინახოს მოსამართლეობა, რომ პრეზიდენტ შეიწყებს. აქ სხვა ტიპის დანაშაულზეა ლაპარაკი, ხო? დიახ, არა, ძალიან თვისობრივად, სხვა მასშტაბია. სრულიად არის და ამან შესაძლოა დაანახა მათ, რომ სრულიად გაყალბებული ფაქტები უნდა მოიყვანათ მტკიცებულებებად და აქედან გამომდინარე შესაძლოა ეს ინდიკატორი გახდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტად რჩება, რომ ჩვენ საზოგადოებას გვამყოფებენ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში, რაც შესაძლოა ქართული ოცნება ამას იდეოლოგიურადაც იყენებდეს, რომ მის მიმართ გარკვეული, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის შესუსტება მოხდეს საზოგადოებიდან, მაგრამ მე მინდა უთხრა ქართულ ოცნებას და მათ მხარდამჭერებს, რომ ჩვენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტ, პირიქით დარეგისტრირებულია თქვენ იცით, რომ 8 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის მიერ წინააღმდეგობის მოძრაობა და ყველას მოუწოდებთ რომ დარეგისტრირდნენ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ თანმიმდევრულად რეჟიმს და მხოლოდ თანმიმდევრულ წინააღმდეგობაშია რეჟიმთან, თანმიმდევრულ წინააღმდეგობაშია ჩვენი გამარჯვება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო წნეხთან ერთად. თუმცა ამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უყურებს ჩვენს წინააღმდეგობასაც და ჩვენც უნდა ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და შეუპოვარნი ამ წინააღმდეგობაში. და აქვე ვიტყვი აუცილებლად მინდა რომ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით თქვა და საზოგადოებას მინდა განვმარტო, რომ ჩვენ 2 აგვისტოს ბათუმში გვაქვს მარში, სწორედ ამ წინააღმდეგობის მარში, რომ არ შევეგუოთ რეჟიმს, გავუწიოთ წინააღმდეგობა, არ უნდა მივიღოთ რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ არცედ ქმედებაში, მათ შორის თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს რეჟიმის გამტკიცებას და აი ეს რეჟიმის გამტკიცებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ევროპულ მომავალს, რაც არ უნდა დავუშვათ. ქალთუმაია, აუცილებლად უნდა გკითხოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, მართლაც პროცესები დაიხურა, მაგრამ აი დღესაც არის ახლა 11-პირიანი საქმის პროცესი არის. და იქაც ახლა უკვე პროკურატურას უწევს მტკიცება და მტკიცებულებების წარმოდგენა ჯგუფურობის და ორგანიზებულობის ნაწილში, რომელიც არის ძალიან კონკრეტული სამართლებრივი ტერმინები, რომლებიც განმარტებულია კანონში ასაგები აზრით და მეორე პრაქტიკა, როგორთაც ის აქამდე მოქმედი. უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელიც არა ერთ შემთხვევაში დაფუძნებული, არამედ ბევრ შემთხვევაში. და მოითხოვს მტკიცებულებათა კონკრეტულ სტანდარტს. რომელიც ამტკიცებს, რომ ეს იყო წინასწარ შეკავშირებული ჯგუფი არსებობდა მათ შორის რაღაცა გეგმარება, ვერტიკალი, ძალაუფლების გადანაწილება, განაცხადების მიღების პროცესი. ეს ყველაფერი აი ხა ამის მტკიცება უწევთ. მათ შორის ფიქრობთ თუ არა, რომ აი საქმეების ჩამონგრევა ამ მიმართულებითაც არის მოსალოდნელი, ეს სულ სხვა სამტკიცებელი სტანდარტია. აქ უბრალოდ ხულიგნური ქვენაგზნობა ვერ იქნება, რაღაცა რითიც შეიძლება რაღაცა ახსნა, ხო? რაღაცა мотиваცია თუნდაც. ბუნებრივია ეს საქმეები თავიდანვე ვერ იდგა მყარ მტკიცებულებებს. ეს თავიდანვე ჩანდა და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომელიც კარგად ერკვევა მტკიცებულებათა სტანდარტში, როდესაც საქმის არსებითი განხილვაზეა და საბოლოო განაჩენის ანუ გადაწყვეტილების გამოტანაზეა საუბარი, ვიცით რომ ეს ამ საქმეებს მტკიცებულებათა პრობლემა და დამაგრების პრობლემა თავიდანვე ჰქონდა. და მიუხედავად ამისა, სასამართლო მაინც ამ საჩვენებელ პროცესებს აწარმოებდა, მაგრამ ამ საქმეშიც ბუნებრივია შეუძლებელია რაიმე სამართლიანობის ნაწილზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ იქ სადაც არ არის სამართლიანობა, იქ ჩვენ სამართლიანობაზე ვერ ვისაუბრებთ, ხო? მათ შორის ვერც მტკიცებულებაზე, როგორ უნდა ისაუბრო იმ მტკიცებულებათა სტანდარტზე, რომელიც საერთოდ არ არის დაცული. მათ შორის, როდესაც მათ აი ამ პირებს ედავებიან ჯგუფურად რაღაცა ორგანიზებული დანაშაული ჩადენას, მაშინ როდესაც ისინი
საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, საერთოდ არ ქონდათ ერთმანეთის შესახებ წარმოდგენა და აი ამ პროცესებზე გაიცნეს ერთმანეთი. და ამ დროს არის რაღაცა საკითხი მტკიცებულებათა შეფასების დროს მოსამართლის შინაგანი რწმენა, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი. გარდა ამისა, მტკიცებულებები აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ხელშესახები და არსებითი მტკიცებულებებით. რაც ამ საქმეებში, რაც აი ამ პოლიტიკურ საქმეებს ეხება, ამ სინდისის პატიმრების საქმეებს ეხება ორგანიზებულ დანაშაულებად, რომ მოიხსენიებს პროკურატურა და ქართული ოცნების რეჟიმი, აი აქ არსად არ არის. ანუ მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც აუცილებელია განაჩენის დადგომისათვის, რა თქმა უნდა, ვერ სრულდება. ამიტომ ეს საქმეები თავიდანვე ჩამოშლილი იყო. აქ უბრალოდ საუბარი არის სადამდე მიდის რეჟიმი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხლა იქნება მიღებული სასამართლოს მხრიდან, ეს იქნება ქართული ოცნების რუსული რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლიანობას. თუ კი ვთქვათ, სასამართლო არის სამართლიანი და დამოუკიდებელი, მაშინ მათ ახლავე უნდა მიიღონ ამაზე გადაწყვეტილება, ახლავე უნდა განაცხადონ ამის შესახებ, პროცესზე უნდა დაუსვან ამას წერტილი და არა ის, რომ აი ამდენი ხანი ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აი ეს მოსამართლეები და სასამართლო ხელისუფლება შუამდგომლობები რო დგებოდა პატიმრობიდან, წინასწარი პატიმრობიდან ამ პირების გათავისუფლების შესახებ, იმასაც კი არ ითვალისწინებდა. მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და ისე ივლიდა ეს ხალხის თქვათ პროცესებზე, ხო? მაგრამ არა, მოწყვიტეს ეს ხალხი ოჯახებს, მოწყვიტეს საკუთარ საქმეებს, გადასწიეს რაღაცა გარკვეული თვეებით შეფერხება მოახდინეს, ჩამოაცილეს ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, სრულიად უდანაშაულო ადამიანები. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სამართლიანობაზე. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვდგავართ ქართული ოცნების რუსული რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინაშე. სადამდე გაიწევენ ისინი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და არ დაგვავიწყდეს. აქ ვინ დგას ამ რუსული რეჟიმის უკან? რა თქმა უნდა, ივანიშვილის უკან რუსეთი, ანუ მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებებს ველოდებით. ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებზე წნეხი გავლენას ახდენს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას, რომ აი ჩვენი წინააღმდეგობა, პროდასავლური პოლიტიკური პარტიების აი ასეთი მტკიცე წინააღმდეგობა, პროტესტის წინააღმდეგობა, საზოგადოებრიობის წინააღმდეგობა, ეს რა თქმა უნდა ქმნის იმ საფუძვლებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც მათი მოქმედებებში შეფერხება, შეყოვნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაძლიერდეს პროტესტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრულები და ერთგული ჩვენი გადაწყვეტილებების მიმართ და არც ერთი ნაბიჯით არ უნდა შევუწყოთ ხელი რეჟიმის გაძლიერებას. მათ შორის არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით. მადლობა ძალიან დიდი. ერთ დავამატებ უბრალოდ, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აღკვეთის ღონისძიების ნორმალური განმარტება მგონი ამ ქვეყანაში და აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა რას ნიშნავს და რისთვის გამოიყენება, ბოლოს და ბოლოს მოსამართლეები მაინც შეიძლება გაიგონ ასე უპრაგონოთ როგორც იციან გამოყენება ამის ყველა მიმართულებით ყველა დაუშვებელია აბსოლუტურად. მაია კოპალეიშვილი იყო ჩვენთან ერთად კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი და გამშვიდობებით ქავთურ მაია ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემა დილის გადაცემა დასრულებულია.